მთასა და 9 ზღვას იქით შუაგულ პეკინში მრავალჟამიერი ისმის. ქართველ ვაჟთა გუნდს დროდადრო ბანს ჩინელი მომღერლები აძლევენ. ამ დროს სტუმრებიც და მასპინძლებით ცვლიან ჰანგებს და კულტურულ სახესხვაობებს. ორი ქვეყნის ისტორიას, რომელიც უძველესი ცივილიზაციების მემკვიდრეა და მათ წიაღში დაიბადა. სცენაზე მგალობელ მომღერალთა სახელმწიფო ანსამბლი დიდგორი დგას და ნამდვილი სანახაობაც ამ წუთიდან იწყება. წინა რიგებში საპატიო ადგილებს იკავებენ მსოფლიო ქვეყნების დიპლომატებიც. From Georgia. უძველესი აბრეშუმის გზის ნაკვალევზე, პეკინის დიდ სცენაზე ჩვენ მარტოები არ ვართ. ერთმანეთს ენაცვლებიან ჩვენი შორეული თუ ახლო მეზობლები. ადამიანები თითქმის ყველა კონტინენტიდან ამ დარბაზში მთელი პლანეტის პატარა მოდელს რომ წარმოადგენენ. პეკინში, ჩინეთის ჩრდილოეთის დედაქალაქში ერთი მიზნისთვის შეიკრიბნენ. დიდი მისია აქვთ საკუთარი ქვეყნების არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა ერთმანეთს უნდა გააცნონ და კიდევ უფრო პოპულარული გახადონ. შორეულ ჩინეთში ქართველების სათქმელს ეს კუთხე ყვება. თითქოს ყველასგან გამორჩეული ამ დარბაზში სტრატეგიულ ადგილას რომ დგას ევროპული სტენდის გვერდით. ასე ჩავიტანეთ დიდ ჩინეთში პატარა საქართველო, ქვევრისა და ღვინის 8000-ლოვანი ტრადიციით, მასპინძლებისა და არა მხოლოდ მათთვის გავაცოცხლეთ საუკუნოვანი წარსული, ქართული სამკაული. რეწვის ოსტატების ნამუშევრებით ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიას ყვებით. ამ ხისა თუ თიხის ნაკეთობებით, უძველესი ორნამენტებით, ქართული ლურჯის სუფრით. ჩვენი ეთნოკულტურა მთელ მსოფლიოს სამხატვრო აკადემიისა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა წარუდგინეს. დიდი ხელშეწყობა იყო კულტურის სამინისტროს იმისათვის, რომ სწორედ ეს პროექტი განხორციელებულიყო და ჩვენი შემოქმედები და ხელოვანები წამოსულიყვნენ, რომლებმაც წარმოადგენეს თავიანთი ნამუშევრები და საკმაოდ ემოციური არის თვითონ ეს ფაქტი. ინტერესი არის მაღალი, ეხებიან, ოცდებიან, აინტერესებთ, არც მენიათ საქართველოზე და აღმოჩენებში არიან. მე ავიღე ორი სხვადასხვა ჭურჭელი, ქვევრი და ფიალა. უძველესი დროიდან 8000 წელია რაც ქვევრი არსებობს ჩვენთან და ერთ-ერთი ძველი წარმომადგენლები ვართ ამ კულტურის. მას შემდეგ რაც ჩინეთში საქართველო ოფიციალურად მიიპატიჟეს კულტურის სამინისტრომ სპეციალური პროგრამა მოამზადა. ქართული სტენდი დაათვალიერეს საქართველოს ელჩმა ჩინეთში. უმასპინძლეთ ადგილობრივებსაც. ჩვენ მივიღეთ უვიზო, ამის ყველაზე დიდი სიხარული შემში იყო ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცემოდათ უფლება ჩამოსულიყვნენ და თავისი თვალით ენახათ. თუ რას მიაღწია ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩინეთმა, ეს არა მარტო ტექნიკური სამეცნიერო რევოლუციის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, ეს ასევე გახლავთ ძირძველი კულტურის ცენტრი. მარტო ის ფაქტი, რომ წილად ხვდა პატივი გახსნ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა მასპინძლებთან ერთად, ეს უკვე ძალზედ ბევრ რამეზე მეტყველებს. სამშობლოდან შორს ქართული ჰანგები კიდევ უფრო ემოციური იყო იქ ჩასული ქართველებისთვისაც.
ისეთი დიდი გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების ქვეყანაში როგორც ჩინეთია, სწორედ ტრადიციული ქართული კულტურის პოზიციონირება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შევეცადეთ, რომ ჩვენი კულტურული პროგრამა ყოფილიყო საინტერესო. ამ დახლებთან დამთვალიერებლების სიმრავლეა. აქ ქართული რეწვის ოსტატები ქართული ანბანისა და ორნამენტის თემაზე მასტერ-კლასებს ატარებენ. ვიზიტორებს სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემენ. კურიერ პიესის ობიექტივთან მასპინძლები ემოციებს ვერ მალავენ. ჩინურ სახელებს ქართული ასოებით ვაბეჭდინებთ. უკვე საქართველოს საინტერესებს კითხულობენ სად არის ლოკაცია და სრული უშჯდებათ რომ გვეწვიონ. საქართველოს შესახებ აქ წარმოდგენილი თქვენი ქვეყნის კულტურული საგანძურით ბევრი რამ შევიტყვე. ქართველებმა ჩაგვიტარეს მასტერ-კლასიც, რომელიც ძალიან მომეწონა. თქვენ ძალიან საინტერესო კუთხე გაქვთ. ეროვნული სამოსით არიან წარმოდგენილი აქ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვირეულის მეორე დღე. დილა სახელმწიფო ანსამბლ დიდგორის კონცერტით დაიწყო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ დონის მასშტაბების მქონე ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. საქართველოს პატარა ქვეყანა არის, მაგრამ უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის. ადგილობრივ ანსამბლთან ერთად ჰქონდა ესეთი საშუალება, რომ გვეჩვენებინა თანაბრობა, გვეჩვენებინა ის კულტურული მემკვიდრეობის საერთო ასპექტები, რაც ჩვენსა და ამ ხალხს შორის არის. ჩვენთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო, რომ ანსამბლი დიდგორი გავიცანით და მათთან ერთად შევასრულეთ ფოლკლორული სიმღერები. ქართული პოლიფონიური მუსიკისადმი ინტერესი დიდია. მათთვის სიტყვებიც უცხოა და შესრულების მანერაც, მაგრამ ქართული ხალხური მუსიკის რიტმებს მაინც ყვებიან. უსმენენ დიდები და პატარები, მოხუცები, არიან ბავშვებით. ზოგისთვის საქართველოს ძალიან უცხოა, ზოგისთვის ნაცნობი. ზოგმა რუკაზე საქართველოს პირველად მონიშნა და მოგზაურობაც გადაწყვიტა. მე თქვენს ფოლკლორს პირველად ვუსმენ. ამ რუკაზეც თქვენი ქვეყანა პირველად აღმოვაჩინე და ძალიან მინდა საქართველოში მოგზაურობა. მომწონს ეს მუსიკაც, მაგრამ განსაკუთრებულად სამოსი, რომელიც მომღერლებს აცვიათ. მე არ ვარ მუსიკის პროფესიონალი, მაგრამ ეს ანგები დაუვიწყარია. ალბათ რთულია ასე ერთხმაში სიმღერა. თქვენი ფოლკლორი ალბათ ძალიან რთული შესასრულებელია. კვირეულს 39 ქვეყნიდან 3000-მდე მონაწილე ჰყავდა. ვიზიტორების რაოდენობა კი 500,000 იყო. ამ დღეს ჩინეთში ყველამ საკუთარი წილი საქართველოს ჩაიტანა და ამ კვირეულის ისტორიაში საკუთარი ავტოგრაფიც სამუდამოდ დატოვა.